მოგესალმებით. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც პროფესიული არჩევანის წინაშე ვდგებით, რომელმაც შესაძლოა სრულიად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. ამიტომ მისი გაკეთება არც თუ ისე მარტივია. პროფესიის არჩევისას მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი. ეს არის გააზრებული პასუხისმგებლობა, ვემსახუროთ იმ საქმეს, რომელიც მართლა ჩვენია. კარიერული გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია გქონდეს ცოდნა იმაზე, თუ რას გულისხმობს ესა თუ ის პროფესია. რა კარიერულ შესაძლებლობებს და პერსპექტივებს გვთავაზობს ის, როგორი არის სწავლების სპეციფიკა ამა თუ იმ ფაკულტეტზე და რა გზა უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ გავხდეთ კარგი პროფესიონალები. ამ და სხვა კითხვაზე შევეცდებით დღეს გიპასუხოთ და ჩვენი სტუმარია მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თინათინ ტყემალაძე. მოგესალმებით ქალბატონო თინათინ, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ფაკულტეტი არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში და ეს არის პროფესია, რომელიც თავის აქტუალობას, მნიშვნელობას არასდროს არ კარგავს და ყოველთვის ძალიან მოთხოვნადი არის. რითი არის ეს განპირობებული და რატომ მედიცინა და რატომ ექიმის პროფესია? რატომ უნდა აირჩიოს მომავალმა სტუდენტმა ეს პროფესია? მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მომავალ სტუდენტებს და არსებულ სტუდენტებს. ვიტყოდი, რომ მედიცინა განსაკუთრებული პროფესია არის ყველა სხვა პროფესიას შორის ისტორიულად და მომავალიც ნათელი არის მედიცინის. იმხრივ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანის ჯანმრთელობასთან, ადამიანის სიცოცხლესთან და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხარისხთან. ამიტომ იყო ექიმი, ეს არის განსაკუთრებული პროფესია და ეს არის როგორც პირადი, ისე პროფესიონალური და ისევე სოციალური ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. და ადამიანები, რომლებიც ამ პროფესიას დაეუფლებიან, მე ვთვლი, რომ ესენი განსაკუთრებული ადამიანები არიან. ტრადიციული სწავლებისაგან განსხვავებით დღეს რა ხდება სამედიცინო განათლებაში და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და რას თავაზობთ მომავალ სტუდენტებს? ჩვენი უნივერსიტეტის დევიზიდან გამომდინარე ტრადიციებით მომავლისაკენ ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა ტრადიციები არის, თუმცა დრო წინ მიდის, ტექნოლოგიები ვითარდება და ჩვენს ადაპტაციას უკეთებთ სწავლების ახალ და ახლებურ მეთოდებს. ჩვენს უნივერსიტეტში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს კლინიკური უნდასჭოვების ცენტრი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ მივიდნენ და იქ არის განსხვავებული მულაჟები, სადაც შეუძლიათ გაიარონ პრაქტიკა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გამოცდების ტიპიც დაიხვეწა და ეს არ არის მხოლოდ ტესტური გამოცდა ან ზეპირი, არამედ გამოცდაც ინტეგრირებული გახდა გარკვეულ საკითხებში, რაც მოიცავს ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდების ფორმატს. რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტი მოდის და მას მულაჟზე უწევს კლინიკური უნდასჭოვების დემონსტრირება. ასევე თქვენს ფაკულტეტზე დანერგილი არის ინტეგრირებული კურიკულუმის სისტემა, რომელიც რამოდენიმე საგნის ინტეგრაციას გულისხმობს და აი ამ მიმართულებით უფრო დეტალურად რომ ისაუბროთ, რა ცვლილებები განხორციელდა და რა არის ასეთი სწავლების მიდგომა, ახალი ინოვაციური მიდგომა. თუ ადრე ცალ-ცალკე ისწავლებოდა საქმეები, ეხლა უკვე ინტეგრირებული სახე აქვს ამას და გარკვეული მოდულების სახით ისწავლება. მაგალითად, საყდან მამოძრავებელი მოდული, ან იმუნოლოგიის მოდული, ან ონკოლოგიის მოდული, სადაც გარკვეული საკითხი სხვადასხვა დეპარტამენტების მიერ სხვადასხვა ჭრილში არის მიწოდებული და ეს უფრო ერთიანი სურათის დანახვის საშუალებას აძლევს სტუდენტს. თქვენ ახსენეთ კლინიკური უნარჩვევების ცენტრი და ასე ვთქვათ ოსკის გამოცდა, თუმცა კლინიკური სწავლების მიმართულებით ალბათ თავისი აქტუალობა უშუალოდ კლინიკებში, ასე ვთქვათ პრაქტიკულ კომპონენტს არ დაუკარგავს და ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის მთავარი ხიბლი გახლავთ ის, რომ ძლავრი კლინიკური ბაზები აქვს, რომელიც უნივერსიტეტის მფლობელობაშია და შესაბამისად სტუდენტს აქვს უშუალოდ პაციენტთან კონტაქტი. რა თქმა უნდა, სწავლების მანძილზე ზედა საფეხურებზე გადასვლის დროს სტუდენტები უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ კლინიკაში და ჩვენი უნივერსიტეტი ნამდვილად მდიდარი არის საუნივერსიტეტო ბაზებით, რაც მოიცავს გივი-ჟვანიას სახელობის პედიატრიულ აკადემიურ კლინიკას, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას და ინგოროყვას ცენტრს. სტუდენტები დადიან პაციენტის საწოლთან ატარებენ დროს და მათ შეუძლიათ ასევე იმორიგეონ ჩვენ საუნივერსიტეტო კლინიკებში და მეტი დრო გაატარონ, რათა მეტი უნარჩვევა, მეტი კლინიკური უნარჩვევა შეიძინონ და პაციენტთან ურთიერთობა ისწავლონ. კლინიკური უნარჩვევების კომპონენტი რომელ ეტაპზე იწყება სწავლების? ადრეულ ეტაპზე და ალბათ ასე ვთქვათ, მთელი სწავლების განმავლობაში გასდევს ხო ეს თქვენს სასწავლო პროგრამას?
პირველი კურსიდანვე სტუდენტები დადიან კლინიკებში, თუმცა მეორე, მესამე და ზედა კურსებზე გადასვლის დროს კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო მეტ დროს ატარებენ ისინი კლინიკაში, განსაკუთრებით მესამე, მეოთხე და მეხუთე კურსზე პრაქტიკულად ზედა კურსები სტუდენტებს სრულად კლინიკაში უწევთ გატარება და ეს ძალიან სასარგებლო არის მათთვის და აუცილებელი რომ მათ შეიგრძნონ პაციენტი და ისწავლონ ასეთ გარემოში. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ასე ვთქვათ, ექიმის პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის სამეცნიერო უნარჩვევები. აი ამ მიმართულებით რა ხდება სამედიცინო უნივერსიტეტში და თუ არის ეს კომპონენტი ხელმისაწვდომი თქვენი სტუდენტებისთვის. ჩვენი უნივერსიტეტი მართლაც რომ მოწინავე არის ბიოსამედიცინო დარგში თავისი სამეცნიერო აქტივობით და ჩვენ გვაქვს რამოდენიმე სტუდენტური ორგანიზაცია სამეცნიერო, რომლებიც სასწავლო წლის მანძილზე მუდმივად ატარებენ შეხვედრას, ასწავლიან სტუდენტებს როგორ უნდა მოხდეს სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნება, დაწერა, უნარჩვევების შეძენა, როგორ უნდა ჩატარდეს კვლევა და თუ ფაკულტეტების, თუ სხვადასხვა კურსების მიხედვით ამგვარი ღონისძიებები მუდმივად ტარდება. ასევე მინდა ვთქვა, რომ აკადემიური პერსონალიც მუდმივად სტუდენტებთან კავშირში არის და გარკვეულ კვლევებში სტუდენტები ჩართული ყავს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მედიცინა არის კლინიკური დარგი, თუმცა მედიცინა ასევე არის მეცნიერების დარგი და ამ ორი კლინიკის და მეცნიერების ერთობლივი ინტეგრაცია უნდა ხდებოდეს. სამედიცინო უნივერსიტეტი თანამშრომლობს 40-მდე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან და უმაღლეს სასწავლებელთან და შესაბამისად ეს ავტომატურ რეჟიმში გულისხმობს იმას, რომ გაცვლითი კომპონენტი ძალიან ხელმისაწვდომი არის სტუდენტებისთვის. ჩვენი უნივერსიტეტი მართლაც რომ ერთ-ერთი მოწინავეა საერთაშორისო ურთიერთობებით. მოგეხსენებათ, ჩვენს უნივერსიტეტში ძალიან ბევრი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს და ასევე ძალიან ბევრი და მძლავრი კავშირები გვაქვს ერასმუსის გაცვლითი პროგრამები, რომელიც განსაკუთრებით ზედა კურსებზე სტუდენტების გაცვლით პროგრამებს მოიცავს. ზოგი არის ხანმოკლე ვიზიტები სტუდენტების საზაფხულო სკოლები, თუმცა არის ასევე უფრო გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები სხვადასხვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ეს სტუდენტებს აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ მათ საზღვარგარეთ სხვა უნივერსიტეტის კლინიკის კედლებში შეიძინონ ცოდნა და დაუბრუნდნენ ქვეყანას უფრო გამდიდრებული ცოდნით. ასევე ეს გაცვლითი, ასე ვთქვათ, ორმხრივი ურთიერთობები გულისხმობს იქედან, ანუ სხვა ქვეყნებიდან სტუდენტების ჩამოსვლას და ასევე პროფესორ-მასწავლებლების. ჩვენს უნივერსიტეტში ასევე საზღვარგარეთიდანაც ჩამოდიან სტუდენტები, ისინიც ნახულობენ ჩვენთან როგორ ხორციელდება სწავლა და გარდა სტუდენტების გაცვლითი პროგრამებისა, ასევე აკადემიური პერსონალიც მუდმივად დადის და ამგვარი გაცვლითი პროგრამებიც გვაქვს, რაც ჩვენი აკადემიური პერსონალის მუდმივ ზრდაზე მიუთითებს და იმ სიახლეებში ჩართულობაზე, რასაც სასწავლო პროცესი მოიცავს. უნივერსიტეტის ყველა პროგრამამ და მათ შორის მედიცინის ფაკულტეტმა მიიღო ავტორიზაცია და ასევე გაიარა, ასე ვთქვათ, აკრედიტაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თქვენი პროგრამა აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ეს არის ძალიან ხშირად დასმული შეკითხვა, რამდენად პასუხობს, ასე ვთქვათ, ის სტანდარტები, რომელიც უნივერსიტეტში არის საერთაშორისო მოთხოვნებს და შესაბამისად აღიარებულია თუ არა თქვენი დიპლომი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ნამდვილად სამაყვა, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა მოიპოვა 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტების მიერ ხდება უნივერსიტეტის სხვადასხვა კომპონენტის შეფასება, როგორც სასწავლო პროცესის, ისე ადმინისტრაციული, ისე კლინიკების და სხვადასხვა ბაზების და ეს ნამდვილად ძალიან დიდი წარმატება არის და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დიპლომი ევროპის მრავალ ქვეყანაში არის აღიარებული და მისაღები და როდესაც ჩვენი კურსდამთავრებული მიდის საზღვარგარეთ, მათ რა თქმა უნდა იმ ქვეყნის რეგულაციების გარკვეული გამოცდების ჩაბარება უწევთ, თუმცა ჩვენი დიპლომი მრავალი ევროპის ქვეყნისთვის არის მისაღები და ჩვენი უნივერსიტეტის დიპლომი, ასე ვთქვათ, არის ღია კარები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 6-წლიანი სასწავლო ეტაპის დასრულების შემდეგ, სად შეუძლია კარიერული თვალსაზრისით გააგრძელოს განვითარება მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს? 6 წლის დასრულების შემდეგ ჩვენი დიპლომი აძლევს სტუდენტს ექიმის სტატუსს და მას შეუძლია იმუშაოს ზოგადი პროფილის ექიმის მიმართულებით. თუმცა
შემდგომში შეიძლება აიმაღლოს კვალიფიკაცია, როგორც რეზიდენტურის, რაც კლინიკურ საქმიანობას გულისხმობს. რეზიდენტურის პროგრამა შეიძლება განსხვავებული იყოს სასწავლო-წლების მიხედვით, გააჩნია სპეციალიზაციას და ასევე სტუდენტს შეუძლია გააგრძელოს სამეცნიერო მოღვაწეობა და ჩააბაროს დოქტორანტურის პროგრამაში და აქ გარკვეულ კვლევას დაუხლოს და მიიღოს სამეცნიერო წოდება. მედიცინის ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რა საგნები უნდა ჩააბაროს აბიტურიენტმა? პირველ რიგში ვიტყოდი, რომ საქართველოში ყველა სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ყველაზე მაღალი ბარიერი არის ჩვენთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოთხოვნები მაღალი არის და ხარისხი მაღალი არის სწავლების. რა თქმა უნდა, ვარდება ქართული ენა, ვარდება უცხოური ენა, ბიოლოგია და არჩევით საქმეებში ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა. იმ შემთხვევაში თუ თქვათ ვერ მოხდება, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი აქვს და აი ამ ასე ვთქვათ მინიმალური კომპეტენციის ბარიერს აკმაყოფილებს სტუდენტი, შეუძლია მას თუ არა გადმოვიდეს მედიცინის ფაკულტეტზე და რომელ ეტაპზე შეუძლია მობილობის განხორციელება და რა არის ამისთვის საჭირო. სტუდენტ ჩაბარებული უნდა ქონდეს ეროვნული გამოცდები და იქ მიღებული ქულები უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენი ფაკულტეტის მოთხოვნებს. თუ ამგვარი მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული, შეიძლება მან გადააბაროს ეროვნულის გამოცდებზე, გარკვეული საგნები მიიღოს უფრო მაღალი ნიშანი და შემდეგ ჩაირიცხოს ჩვენს ფაკულტეტზე. სასწავლო სამეცნიერო და კლინიკური კომპონენტის გარდა მნიშვნელოვანი არის, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი კურიკულუმის გარეთ, ასე ვთქვათ, აქტივობები არის ხელმისაწვდომი. სწავლასთან ერთად სტუდენტობა აუცილებლად სახალისო უნდა იყოს. ჩვენი უნივერსიტეტის ცენტრი არის როგორც სპორტის ცენტრი, ისევე კულტურის ცენტრი და სტუდენტებს შეუძლიათ ჩაერთონ როგორც სპორტულ აქტივობებში, ისევე სიმღერის, ცეკვის და თეატრალური დასის აქტივობებში. თქვენ ახლა გაქვთ რამოდენიმე წუთი იმისთვის, რომ მიმართოთ მომავალ სტუდენტებს. რას ეტყოდით მათ? ძვირფასო აბიტურიენტებო და მომავალო სტუდენტებო, გისურვებთ წარმატებას, თქვენს მიერ არჩეულ გზას მიუყევით, ჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების და ბევრი უმუშავეთ თქვენს თავზე, რათა წარმატებას მიაღწიოთ. დიდი მადლობა ქალბატონო თინათინ საინტერესო საუბრისთვის. Ფიქრობ, ეს ეპიზოდი ძალიან სასარგებლო გამოდგა. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ შემდეგ ეპიზოდებში ასევე განხილული იქნება უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი და პროგრამა და ასევე ვისარგებლებ ამ შესაძლებლობებით და მინდა დავაანონსო, რომ 7 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება ღია კარის დღე. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე, Facebook და Instagram გვერდებზე.